ავსტრია საქართველოსთან ურთიერთობის განვითარებითაა დაინტერესებული. ეკონომიკის ministris მოადგილე გენადი არველაძემ ავსტრიის შრომისა და ეკონომიკის ფედერალურ სამინისტროში შეხვედრები გამართა. წელს საქართველოში ორმხრივი მთავრობათა შორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართება. ასევე საქართველოს ავსტრიელ ბიზნესმენთა ჯგუფი ეწევა ქართულ-ავსტრიულ ბიზნეს ფორუმში მონაწილეობის მისაღებად. ვიზიტის ფარგლებში გენადი არველაძემ მსხვილი ავსტრიული ენერგეტიკული კომპანიების ხელმძღვანელებსაც შეხვდა და მათ საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში არსებული ვითარება, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები და საინვესტიციო პოტენციალი გააცნო. განვიხილეთ ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულება, როგორც არის ვაჭრობა, ტურიზმი, ენერგეტიკის და ტრანსპორტის და ლოჯისტიკის სფეროები. ასევე შევთანხმდით, რომ წლის ბოლომდე საქართველოს უმასპინძლებს ეკონომიკურ მთავრობათა შორის კომისიას, რის პარალელადაც ასევე გაიმართება ორმხრივი ბიზნეს ფორუმი. მნიშვნელოვანი არის ასევე, რომ აღნიშნულ შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაუსვით სტრატეგიული მნიშვნელობის ისეთ პროექტებს, როგორიც არის შავი ზღვის კაბელი და ციფრული კაბელი. ასევე ჩვენ გქონდა საინტერესო შეხვედრა ენერგეტიკულ კომპანიებთან, რომლებთანაც ჩვენ განვიხილეთ მათი დაინტერესება მწვანე ელექტროენერგიით და ამ კუთხით შევთანხმდით, რომ ისინი განახორციელებენ მაისის თვეში ვიზიტს საქართველოში, სადაც მოხდება იმ შესაძლებლობების განხილვა, რომელსაც საქართველოს მწვანე ელექტროენერგიის წარმოების მიმართულებით სთავაზობს საერთაშორისო ინვესტორებს. ძალიან კარგი შეხვედრა გქონდა ვენაში ეკონომიკის ministris მოადგილესთან. ვისაუბრეთ ორმხრივ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებზე. გქონდა დისკუსია ევროკავშირის ინტეგრაციის პროცესზე და ასევე სხვადასხვა პოტენციურ პროექტზე ავსტრიაში და საქართველოში, სადაც ჩვენი კომპანიები შეძლებენ თანამშრომლობას. ჩვენ ვხედავთ დიდ პოტენციალს, მაგალითად ინფრასტრუქტურის სფეროში, ასევე ენერგეტიკის სფეროში. ჩვენი ქვეყნები დიდ ინვესტიციას ახორციელებენ მწვანე ენერგიაში და გვინდა ვითანამშრომლოთ ამ სფეროში. მოუთმენლადველი, რომ წლის მეორე ნახევარში ჩამოვალთ საქართველოში და თან ჩამოვიყვან ბიზნეს დელეგაციას, რათა გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნების ორმხრივი ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობები.